ამჟამად რუსეთში რაღაც ხდება, რაც რუსული ისტორიის განმავლობაში არასდროს მომხდარა. როდესაც რუსეთის ეკონომიკა ინგრევა და ომი კატასტროფულად მიდის ვლადიმერ პუტინისთვის, ერთმა კონკრეტულმა ადამიანთა ჯგუფმა ჩუმად დაიწყო მზადება ქვეყნის შიგნით რეჟიმის შეცვლისთვის. და ეს ჯგუფი პუტინის ხვატინის ყველაზე ახლო მოკავშირეა და მე ვგულისხმობ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. სენსაციური ახალი ანგარიში ამბობს, რომ პეკინი ჩუმად ამყარებს პირდაპირ ურთიერთობებს კონკრეტულ რუს ოფიციალურ პირებთან, რომლებიც სავარაუდოდ პუტინის წასვლის შემდეგ ხელისუფლებაში იქნებიან. და თითქოს ეს საკმარისად ცუდი არ იყოს, საქმე მხოლოდ ჩინეთს არ ეხება. მაშინაც კი ისეთი კომპანიები, როგორიცაა Wildberries, ახლა პუტინს ტოვებენ და რუსეთის მეზობლები პირდაპირ ეუბნებიან მას, რომ ნახე, ეს ომი უნდა შეწყვიტო. რუსეთისთვის საქმე კარგად არ არის. თვითონ რუსეთშიც ჩვენ ახლა უფრო და უფრო მეტი ადამიანი პირდაპირ მოუწოდებს პუტინს, რომ შეწყვიტოს ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია. სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ PS-ები ახლა უკვე მიმართავს იმ ადამიანების მოკლას, ვინც მთავრობას აკრიტიკებს. ასე რომ ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ, როგორ დაიწყო პუტინის ალიანსის სისტემის დაშლა ბოლო 2 კვირაში. რატომ იქცევა ჩინეთი ისე, როგორც ქვეყანა, რომელიც პუტინის სიკვდილისთვის ემზადება და რატომ? პეკინში ერთი კონკრეტული პოსტერი ყველაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ რამდენად კარგია ურთიერთობა სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის. და რა თქმა უნდა, ამ ვიდეოში უნდა ვისაუბროთ ირანზეც, რადგან როგორც ჩანს, ირანი ემზადება უკრაინის დაბომბვისთვის. მოდით დავიწყოთ. ჩემი სახელია სემ. თქვენ უყურებთ ბიზნესის საფუძვლებს. და დავიწყოთ ამ ყველაფრის ყველაზე გასაოცარი ნაწილით. ეხლა მინდა ვისაუბრო, რატომ ემზადება ჩინეთის კომუნისტური პარტია პუტინის დაცემისთვის. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, ნება მომეწით გაჩვენოთ ეს ვიდეო, სადაც რუსი მუშა პირდაპირ მოუწოდებს პუტინს შეაჩეროს ეს ომი. ეს არის მუშა, რომელსაც არ ეშინია საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების. შეხედეთ. გთხოვ, როგორ გძნობთ თავს? გაცრუება. რაში? ჩვენს ხელისუფლებაში. რატომ? იმიტომ რომ მათ ეს დაუშვეს. ფაქტია, რომ შვიდობიან, ძირითადად ისეთ ობიექტს, რომელიც საცვლების, საბურავებისა და სპორტული ფეხსაცმლის ტრანზიტით არის დაკავებული, მტრის მხრიდან დარტყმები მიაყენეს. რეგიონალურ ხელისუფლებაში თუ ფედერალურში? ფედერალურში, რა თქმა უნდა, ისინი პირდაპირ ანგარიშს აბარებენ. Federal laws. რას ცვლის ის? რას აკეთებენ რეგიონალები? მთავარი ფედერალებია. და როცა მოსკოვში თავდასხმები რომ დაიწყო, ანუ იმ საწყობზე, მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში, გეგონა ჩვენამდე მოაღწევდა. რა თქმა უნდა, რატომ? იმიტომ რომ მახსოვს, როცა ცენტრში დატვინზე დარტყმა იყო. მეც ავედი იმავე დღეს დარტყმის ადგილზე. იმის გათვალისწინებით თუ როგორ იყო ყველაფერი იქ და როგორაც ხალხიც კი არ გაუფანტავთ. აშკარა იყო რომ ჩვენ საერთოდ არ ყავს დამცავი ორგანიზაცია, დარტყმები იქნება. და აქ ხომ არ არის მსხვერპლი. ვიღაცაც აიყვანეს, მაგრამ ისეთი შეგრძნებაა, რომ ეს უბრალოდ სიცხისგან იყო, რადგან ძალიან ცხელა. 38 გრადუსი. ან რაც არ უნდა იყოს გარეთ. გაიზარდა სურვილი, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უფრო მალე დასრულდეს. ბუნებრივია, ჯანდაბას რა თქმა უნდა. ყოველთვის მაღალი იყო, როგორც არ უნდა იყოს, მაგრამ ეხლა კარგი, ეს უბრალოდ გადამეტებულია. ნებისმიერ პირობებზე თუ კონკრეტულებზე. ხო, ნებისმიერ პირობებზე. კონკრეტული პირობებიც არც ერთ მხარეს არ აწყობს. უბრალოდ დაასრულეთ როგორც არის და ეგა. ეხლა რა თქმა უნდა ეს უნდა აღვნიშნო. მისი განცხადება სრულად ზუსტი არ არის. ის ამბობს, რომ Wildberries-ი, რუსული Amazon-ი, მხოლოდ საცვლებითა და საყოფაცხოვრებო ქსოვილებით ვაჭრობს. ეს სრულად სიმართლე არ არის. შეხედეთ ამ ვებგვერდის სკრინშოტებს. თუ რას ყიდნენ მანამდე, სანამ ეს უკრაინული დარტყმები დაიწყებოდა. შეგიძლიათ ნახოთ საბრძოლო ჟილეტი, სამხედრო დონის ტაქტიკური აღჭურვილობა, დრონის კომპონენტები, ბომბის ჩამგდების სისტემა FPV-ებისთვის, ყველაფერი ხელმისაწვდომია შეკვეთისთვის და მეორე დღეს მიწოდებისთვის და შეგიძლიათ პირდაპირ წინა ხაზზე გაგზავნოთ. ასე რომ, თუ თქვენ ხართ ადამიანი, ვინც სურს მხარი დაუჭიროს ჯარს წინა ხაზზე, შეგიძლიათ გადაიხადოთ მსგავსი რამისთვის და ის მიეწოდება ადამიანებს წინა ხაზზე. და ეს არც კი არის ყველაზე შოკის მომგვრელი ნაწილი. ეხლა როგორც იცით, ეს არის Amazon-ის რუსული ვერსია. ისინი აკონტროლებენ რუსეთის ელექტრონული კომერციის ბაზრის დაახლოებით ნახევარს. და ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ უზარმაზარი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა. ეს იმდენად დიდი იყო, რომ რუსეთის მთავრობა და რუსეთის სამხედროები იყენებდნენ ამ კომპანიის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას ფრონტის ხაზზე ჯარისკაცების მომარაგებისთვის. ზუსტად ამიტომ უტევს უკრაინა ამ საწყობებს. და იცით რა, ეს დარტყმები მუშაობს. რადგან Wildberries-მა ახლახან მართლაც შოკის მომგვრელი რამ გააკეთა. ადრე იყო კატეგორია, რომელიც დაკავშირებული იყო SVO-სთან, რაც არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის რუსული ვერსია. ხო და ეს კატეგორია გუშინ ღამით ჩუმად ამოიღეს ვებგვერდიდან. ეხლა არ ვიცი, პუტინი ამაზე ბედნიერი იქნება თუ არა, მაგრამ ეს ერთი რამეს გვიჩვენებს. უკრაინული დარტყმები მუშაობს. შეხედეთ, ეს კომპანია მაინც მალავს თავის კავშირს სამხედროებთან. ეხლა, რა თქმა უნდა, თუ კონკრეტულ ნივთებს მოძებნით, მაგალითად, ტაქტიკურ აღჭურვილობას ან ჟილეტს, მაინც იპოვით იმ ნივთებს, რომელსაც ვებგვერდი ყიდდა მანამდე, სანამ ამ კატეგორიას წაშლიდნენ. ერთადერთი რაც ეხლა აღარ არის, ეს არის თავად კატეგორია. ადრე ქონდათ კატეგორია, რომელსაც უბრალოდ SVO ეწოდებოდა, სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსულად. ეხლა მათ ეს კატეგორია აღარ აქვთ. ასე რომ, ტექნიკურად რომ ვთქვათ, ეს ნამდვილად არ არის ღალატი. მაგრამ ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ იმ ღალატებს, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი ებრძვის. ისეთი, როგორიც ყაზახეთის პრეზიდენტმა ახლახან გააკეთა პუტინის თვალწინ. ის პუტინის გვერდით იჯდა და უთხრა:
ჰეი, შენ უნდა შეწყვიტო ეს ომი. მაგრამ სანამ ამას მივადგებით, მოდი ჩინეთზე ვილაპარაკოთ. რადგან ეს უნდა იყოს ყველაზე დიდი ამბავი, რაც ამ ფრეში მოხდა. მაგრამ მე ვერ შევძელი ამის გაშუქება. ასე რომ, მოდი ახლა განვიხილოთ ეს. ჩინეთი ახლა ემზადება პუტინის დაცემისთვის. ამპარებს პირდაპირ ურთიერთობებს რუსეთის ყველაზე ძლიერ ადამიანებთან, რათა თავიდან აიცილოს ქაოტური გარდამავალი პერიოდი. ეს მართლაც ძალიან შოკის მონგრელი ანგარიშია და ის Wall Street Journal-იდან მოდის, ასე რომ შედარებით სანდო წყაროა. მაგრამ სანამ ამას განვიხილავთ, მინდა ყველას შევახსენო, რომ რუსეთი და ჩინეთი ისტორიულად არც ისე კარგი მოკავშირეები ან გრძელვადიანი პარტნიორები ყოფილან. სინამდვილეში თუ მათ საერთო ისტორიას გადავხედავთ, ნახავთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ისინი მეტოქეები იყვნენ. რუსეთმა დაიკავა უზარმაზარი ტერიტორიები, რომლებიც ოდესღაც ჩინეთს ეკუთვნოდა. მათ შორის მთელი რუსეთის შორეული აღმოსავლეთი. რაც ბევრი ჩინელი დღემდე ისტორიულად ჩინეთის მიწად მიიჩნევს. ეს ცხენა სინამდვილეში არასდროს გამქრალა. უფრო მეტიც, თუ ახლა ჩინურ სოციალურ ქსელებში შეხვალთ, ჯერ კიდევ ნახავთ ადამიანებს, რომლებიც სი ძინპინს მოუწოდებენ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში შეიჭრას, სანამ რუსეთი უკრაინითაა დაკავებული და დაიბრუნოს ის, რაც ჩინეთს ეკუთვნის. ეხლა მინდა რომ თქვენთვის ერთ-ერთი ესეთი პროგნოზი რეალურად გაჩვენოთ, რადგან ვიღაცამ ეს დაახლოებით 2 წლის წინ იწინასწარმეტყველა. მე ჭკვიანი კაცი არ ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს Sarah Payne. დარწმუნებული ვარ, თქვენც კი ვართ მისი ვიდეოები აქ, YouTube-ზე. და დაახლოებით რამდენიმე წლის წინ, ან დაახლოებით 2 წლის წინ, მან ეს ნამდვილად იწინასწარმეტყველა. ასე რომ, მოусმინეთ. პუტინი ის ცდილობს იმპერიის შექმნას ნაციონალიზმის ეპოქაში. ეს არ გამოვა და ის ყველა თავის იარაღს უკრაინაზე იღრის. სიბირი სრულიად დაუცველი რჩება და სი ძინპინი უკვე იქ არის, ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე. სწორედ ეს სარტყლისა და გზის ინიციატივა ართმევს რუსეთს გავლენას ცენტრალურ აზიაში. და პუტინი ან ცხელომს იწყებს მაშინ, როცა რუსეთი სუსტია და ჩინეთი ძლიერი, რაც განსაკუთრებით საზიანო. და შეიძლება იფიქროთ, რატო უნდა იყოს ეს მნიშვნელოვანი? რუსეთს, ანუ სიბირს, ზუსტად ის რესურსები აქვს, რომლებიც ეხლა ჩინეთს სჭირდება, სურს და უნდა, რომ ეს რესურსები მის საზღვრებთან იყოს. რათა სხვებმა ვერ ჩაერიონ. და განსაკუთრებით წყალი სჭირდებათ, რადგან ჩრდილოეთ ჩინეთში მიწისქვეშა წყლები ამოწურეს. ბაიკალის ტბა კი მსოფლიოს ზედაპირული ტკბილი წყლის 20%-ზე მეტს შეიცავს. ესე რომ თუ სწრაფი გამოსავალი გსურთ, ეს საუკეთესო ვარიანტია. და ჩინეთი ცნობილია დიდი წყლის პროექტებით. მათ მეკონგსა და იანგცეზე კაშხლებს აშენებენ. მათ განახორციელეს მასშტაბური წყლის პროექტები. ესე რომ ეს შეიძლება რუსეთის მომავალშიც მოხდეს, ვინ იცის. და სი ძინპინი ახლა ყველა კოზერს ფლობს. ჩინეთს 9-ჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს, 9-ჯერ მეტი მთლიანი ეროვნული პროდუქტი რუსეთთან შედარებით და მათი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული პროდუქტები ერთმანეთს უახლოვდება. ეს პუტინისთვის კარგი ამბავი არ არის. ამიტომ ვფიქრობ, კითხვა არ არის, გაგრძელდება თუ არა ეს მეგობრობა სამუდამოდ, არამედ როდის დასრულდება იგი. როდის გადაწყვეტს სი ძინპინი, რომ საკმარისი ბერკეტი აქვს, რათა მიიღოს ის, რაც სურს. ეს პროგნოზი ახლა რეალურ დროში ხდება. აი რას ამბობს ანგარიში. Wall Street Journal-ის მიხედვით, ჩინეთი სულ უფრო მეტად ამყარებს ურთიერთობებს რუს ოფიციალურ პირებთან და ელიტის წევრებთან, რომლებიც პუტინის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. და საერთაშორისო იზოლაციამ რუსეთი ბევრად უფრო დამოკიდებული გახადა ჩინეთზე. პუტინი, რომელიც ოდესღაც სი ძინპინისთვის მისაბაძ მაგალითად ითვლებოდა, 2013 წელს სი ძინპინი პუტინს მისაბაძ მაგალითად მიიჩნევდა. სწორედ მაშინ მოვიდა ის ხელისუფლებაში. სწორედ მაშინ გახდა პრეზიდენტი. ასე რომ, ეს გარკვეულწილად ლოგიკურია, რადგან იმ დროისთვის პუტინი უკვე დაახლოებით 13 წელია ხელისუფლებაში იყო. ასე რომ, სი ძინპინი პუტინს აღფრთოვანებით უყურებდა. მაგრამ ეხლა ასე აღარ არის. ეხლა პუტინი თანდათან უმცროს პარტნიორად იქცა. რუსმა ხელისუფლებამ ასევე გამოავლინა ჩინეთის დაზვერვის მცდელობები, რომ რუსი საშუალო რანგის ჩინოვნიკები დაეზვერათ. მაგრამ რუსეთმა არჩია, ეს არ გაესაჯაროებინა, რათა პეკინთან ურთიერთობები არ დაეზიანებინა. მათ ეს პირად საუბრებშიც არ უხსენებიათ. ჩვენ ეს მხოლოდ რუსული წყაროებიდან ვიცით. და ეს სრულიად ლოგიკურია. დღეს რუსეთს ჩინეთი ბევრად უფრო სჭირდება, ვიდრე ჩინეთს რუსეთი. ჩინეთი რუსეთის საგარეო ვაჭრობის 40%-ის და მისი ექსპორტის შემოსავლის დაახლოებით 33%-ის შეადგენს. ხოლო თუ მეორე მხარეს შევხედავთ, ჩინეთის ვაჭრობის მხოლოდ 4% მიდის რუსეთში. ამიტომ ჩინეთის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, 4% მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მაგრამ ეს ისეთი დიდი მნიშვნელობის არ არის, როგორც ჩინეთის ბაზარი ან ჩინური საქონელი რუსეთისთვის. და სწორედ ამიტომ ჩინეთი ამ ბერკეტს იყენებს, რომ კიდევ უფრო მეტი დათმობა მიიღოს. ალიანსი კვლავ არათანაბარია. ჩინურმა საქონელნელმა რუსული ბაზარი დადბორა და ადგილობრივი მწარმოებლები ბაზრიდან გააძევა. ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთიც ცდილობს, რომ კრემლში ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც შეინარჩუნოს თავისი გავლენა რუსეთში და ის კიდევ უფრო დამოკიდებულ ვასალად აქციოს. ფაქტობრივად, მარიონეტული სახელმწიფო და რესურსების კოლონია. ეხლა, არის ბევრი საკითხი, რაზეც მინდა ცოტა უფრო დეტალურად ვისაუბრო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის ჩინეთის მცდელობა რუსეთი ვასალად აქციოს. ეს ის საკითხია, რაზეც რუსი ელიტებიც საუბრობენ. სულ ახლახან ამთვის დასაწყისში ჩვენ გვყავდა რუსი ოლიგარქი სახელად მელიშენკო, რომელმაც ეკონომისტებთან ინტერვიუ მისცა. ეს ადამიანი ძალიან ახლოსაა კრემლთან. მას პირისპირ შეხვედრა ჰქონია პუტინთან, სადაც ამ ომზე და მსგავს საკითხებზე უსაუბრიათ.
სინამდვილეში, როცა ეს ომი 2022 წელს დაიწყო, ის იყო ყველაზე მდიდარი ადამიანი რუსეთში, ასე რომ აშკარად ძალიან გავლენიანი პიროვნება. და ის ადამიანი, რომელიც დასავლურ გამოცემას ინტერვიუს აძლევს, ნამდვილად ცოტა შოკის მომგვრელი იყო. ფიქრობ. რატომ აკეთებს ამას? როცა ინტერვიუს კითხულობ, ნელ-ნელა აზრს იძენს ყველაფერი. ეს ადამიანი ძირითადად დასავლეთს რუსეთის შესაძლო დაშლის შესახებ აფრთხილებდა. ამბობდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება რუსეთის დაშლის შემდეგ. ეს მსოფლიოსთვის ცუდი ამბავი იქნება, რადგან რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს. ახლა ეს მნიშვნელოვანი ინტერვიუ იყო. ჩვენ სრულფასოვანი ვიდეო გავაკეთეთ ჩვენი წევრებისთვის, ასე რომ თუ გინდა ნახო, აუცილებლად გახდით წევრი. მაგრამ იმ ინტერვიუში მან ერთი საინტერესო რამ თქვა. მან თქვა, რომ ერთ-ერთი სცენარი, რომელსაც ის წარმოიდგენს რუსეთის დაშლის შემთხვევაში, არის ის, რომ ჩინეთი ფაქტობრივად რუსეთზე კონტროლს აიღებს. ხომ ასეა? ჩინეთი აიღებს კონტროლს და რუსეთს რესურსების კოლონიად და ვასალად გადააქცევს. მაგრამ ის ამბობს, რომ რუსეთი უბრალოდ ძალიან დიდია იმისთვის, რომ რომელიმე ქვეყანა მის მარიონეტულ სახელმწიფოდ აქციოს. ასე რომ, ჩინეთის თვალსაზრისით ეს ძალიან დიდი თავის ტკივილი იქნება. და სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლებელია, ამას ჩინეთიც კი არ ამჯობინებს. ჩინეთს არ უნდა რომ რუსეთი დაინგრეს. ასე ამბობს ის. ეხლა რა თქმა უნდა, ის რასაც ის ამბობს, იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ის ფაქტი, რომ ჩვენ გვყავს რუსი ოლიგარქი. ძალიან ძლიერი ოლიგარქი, რომელიც ახლოსაა პუტინთან, რომელიც ახლოსაა კრემლთან. საჯაროდ ამბობს, რომ რუსეთის ელიტები ფიქრობენ სცენარზე, სადაც რუსეთი დაიშლება და ჩინეთი მას დაიკავებს. ასე რომ ეს არ არის მხოლოდ ის, რასაც რუსეთის გარეთ ადამიანები უბრალოდ განიხილავენ. ეს აშკარად ის საკითხია, რაზეც თვითონ რუსეთის მმართველი კლასი ან ელიტაც ფიქრობს. ეხლა რა თქმა უნდა, ყველა არ ეთანხმება იმაზე, რა მოხდება თუ რუსეთი დაიშლება, მაგრამ ყველა მაინც ფიქრობს იმაზე, რა მოხდება თუ ჩინეთი უბრალოდ მთლიანად დაიკავებს მას. და ეს ნამდვილად საინტერესო საკითხია. ეხლა მოდით მეორე საკითხზე ვისაუბროთ, რადგან ეს სტატია მაშინ გამოქვეყნდა, როცა პუტინი ამთვის დასაწყისში ჩინეთს ეწვია. ის პეკინში ჩავიდა, შეხვდა სი ძინპინს და იცით მან შეხვედრა გამართა, მათ მოლაპარაკებები ჰქონდათ, გადაიღეს ფოტოები, ანუ ყველაფერი გააკეთეს, რასაც ჩვეულებრივ აკეთებენ ნეთებენ, როცა ლიდერი სხვა ქვეყანას სტუმრობს. მაგრამ პეკინში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო სწორედ ეს, გაზის შეთანხმების გაფორმება. პუტინი ნამდვილად იმედოვნებს, რომ ჩინეთი და რუსეთი გააფორმებენ ამ გაზის შეთანხმებას, ან უფრო კონკრეტულად მილსადენის შეთანხმებას. მილსადენი სიბირის ძალა 2. მაგრამ სამწუხაროდ როგორც ჩანს, ეს შეთანხმება ჩაიშალა. ასე რომ პუტინი ჩინეთში წავიდა იმ იმედით, რომ ეს შეთანხმება გაფორმდებოდა. და ჩინეთმა უთხრა მას: "ჰეი, მოდი უბრალოდ საერთოდ შევწყვიტოთ ეს საქმე." ანუ მოლაპარაკების ნაცვლად, მოდით უბრალოდ დროებით შევაჭეროთ მოლაპარაკებები. და ნებამომეცით აგიხსნათ, რატომ არის ეს ესეთი მნიშვნელოვანი ამბავი. ეხლა სანამ დეტალებზე გადავიდოდეთ, მოდით ნახოთ რა დაინახა პუტინმა, როცა ჩინეთში ჩავიდა. მან ეს სურათი ან ეს პოსტერი ნახა. შეხედეთ. ეხლა არ მინდა რომ ყურადღება გაამახვილოთ სი ძინპინის მიერ პუტინისთვის რაღაცის ჩვენებაზე. ეს მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ის პოსტერია, რომელიც მათ უკანა. და ეს მნიშვნელოვანი პოსტერი იყო, რადგან ჩინეთში ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩინური მედია. ისინი ამ პოსტერზე ბევრს საუბრობდნენ. აი პოსტერი სრულად. ესაა საუკეთესო ხარისხის სურათი, რაც ვიპოვე. პოსტერზე სი ძინპინი ფიზიკურად ბევრად მაღალია პუტინზე და პუტინი აღფრთოვანებით უყურებს მას. ეს სიტყვა გამოიყენეს ჩინურმა მედიამაც. პუტინი აღფრთოვანებით უყურებს სი ძინპინს. ეხლა რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიკამათოთ, არის თუ არა ეს რაიმე სახის გზავნილი. მაგრამ იცით, ვინ არის განსაკუთრებით მგრძნობიარე ასეთი სიმბოლიზმის მიმართ? პუტინი თავად. უკვე 2013 წელს, როცა პრეზიდენტმა ობამამ საჯაროდ შეადარა პუტინის სხეულის ენა და მისი მოხრილი პოზა, კლასის უკანა რიგში მჯდომ მოწყენილ ბავშვს. პუტინმა ეს უზარმაზარ შეურაცხყოფად მიიღო. ძალიან ეცკინა ეს კომენტარი. და ამ ერთმა კომენტარმა რეალურად ხელი შეუწყო აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაცივებას. ეხლა რა თქმა უნდა, ეს 2013 წელს მოხდა. 2014-ში პუტინმა შეიჭრა ყირიმში და დაიკავა იგი. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ამან უფრო დიდი როლი ითამაშა აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებში. იცი, ურთიერთობები გაუარესდა. მაგრამ პუტინმა ასეთი კომენტარი ძალიან პირადად მიიღო და ამ კომენტარმა გარკვეული როლი ითამაშა იმაში, თუ როგორ ურთიერთობდნენ აშშ-ში და რუსეთი ერთმანეთთან. როგორ ექცეოდა პუტინი პრეზიდენტ ობამას. და ამას გარდა პროპაგანდისტულ პლაკატებს ძალიან კონკრეტული ისტორიული დატვირთვა აქვთ, განსაკუთრებით როცა ჩინეთსა და რუსეთზე ვსაუბრობთ. 1950 წელს, მას შემდეგ რაც ჩინეთის მართვა ჩაიბარა, მაო ძედუნი პირველად გაემგზავრა მოსკოვში, რათა ფაქტობრივად დაეწყო ჩინეთს საბჭოთა ალიანსი. და როდესაც ჩავიდა, მან დაინახა რაღაც მსგავსი იმას, რასაც პუტინი. მან დაინახა ეს საბჭოთა პროპაგანდისტული პლაკატი, რომელზეც იოსებ სტალინი მაო ძედუნზე ოდნავ მაღალი იყო გამოსახული. და ეს წარმოდგენა განზრახი იყო გაკეთებული. იმ დროის ექსპერტების თქმით, რუსეთს ან იმ დროის საბჭოთა კავშირს ვიზუალურად სურდა სტალინი წარმოეჩინა როგორც უფროსი ძმფროსი ძმა ამ ურთიერთობაში, როგორც უფროსი პარტნიორი, როგორც ჩვენ ამას უწოდებთ. ხომ ასეა? სინამდვილეში კი ეს პოსტერი ყალბი იყო. მაო, სინამდვილეში რამდენიმე დუიმით მაღალი იყო სტალინზე. ეს არ იყო ისე თითქოს მათი სიმაღლეები ახლოს იყო ერთმანეთთან. საკმაოდ დიდი სხვაობა იყო მათ შორის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ გამოაქვეყნეს ეს დიდი პოსტერი, სადაც მაო პატარა იყო და სტალინი დიდი. და რა თქმა უნდა, სტალინმა ეს შეამჩნია. და ყველამ ვიცით, როგორ გააგრძელდა მათი ურთიერთობა, ხომ ასეა?
ცივი ომის პერიოდში ჩინეთსა და საბჭოთა კავშირის შორის დიდი პრობლემა იყო და აშშ შემსინამდვილეში ისარგებლა ამ პრობლემით. მთელი კისინჯერის გარიგებით, როცა ჩვენ ჩინეთთან დავახლოვდით, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ საბჭოთა კავშირი ჩინეთთან აღარ დაახლოვდებოდა. ეხლა ზუსტად არ ვიცით რა როლი ექნება ამ პოსტერს. შეიძლება ზედმეტად ვკითხულობ ამას, მაგრამ არიან ადამიანები ჩინეთში, რომლებიც იცით, ამ პოსტერზე ბევრს საუბრობენ. ამიტომ მინდა თქვენც გაგიზიაროთ. მაგრამ ეხლა გადავიდეთ დიდ დამცირებაზე. და ეს რა თქმა უნდა არ არის ფოტო. ეს არის სი ძინპინის უარი, მოეწერა ხელი იმ შეთანხმებაზე, რომელსაც პუტინს ასე ძალიან უნდოდა, რომ პეკინს ხელი მოეწერა. ეხლა ცოტა წინაპირობას გაგაცნობთ. ამ რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ ორი სხვადასხვა მილსადენი. ერთი არის ციმბირის ძალა 1, რომელიც უკვე არსებობს. ეს არის მილსადენი, რომელიც ამჟამად რუსული ციმბირის საბადოებიდან ბუნებრივ აირს ჩინეთში აძვრის. ეხლა პუტინს სურს მსგავსი მილსადენი გააკეთოს, მაგრამ ბევრად გრძელი. და რა თქმა უნდა, მას ეწოდება ციმბირის ძალა 2. ეს მილსადენი დააკავშირებდა რუსეთის დასავლეთ ციმბირის და არქტიკის გაზის საბადოებს პირდაპირ ჩინეთთან. ეხლა ეს აქ მნიშვნელოვანი საკითხია. ეს საბადოები ახალიები, ისინი ადრე ევროპას აწვდიდნენ გაზს. და ახლა როცა პუტინმა ევროპულ ქვეყანაში შეიჭრა, ევროპელი მომხმარებლები აღარ არიან დაინტერესებულები რუსული გაზის ყიდვით. და მე ეძება რომ ისინი მალე შეიცვლიან აზრს. და სწორედ ამიტომ რუსეთმა დანერგა, უпростоრად პუტინმა დანერგა ეს გეგმა, რომელსაც თავად უწოდებს რუსეთისკენ შემოbrunება. ასე ქვია ამ გეგმას. და ეს გეგმა ძირითადად გულისხმობს იმ ბიზნესის ჩანაცვლებას, რომელსაც რუსეთი ადრე ევროპასთან აწარმოებდა, იმ ახალი ბიზნესით, რომელსაც რუსეთი ახლა აზიაში განახორციელებს. ამ გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი, რა თქმა უნდა, ამ გეგმის მთავარი ბირთვი, რა თქმა უნდა, სწორედ ეს კონკრეტული შეთანხმებაა. გაზის გაყიდვა, რომელიც ადრე ევროპაში მიდიოდა, ეხლა ჩინეთში უნდა გაიყიდოს. ეხლა რა თქმა უნდა, თუ დაფიქრდებით, ეს ლოგიკურია. ჩინეთს გაზი სჭირდება. ისინი ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ გაზს მოიხმარენ. ისინი ძალიან ბევრ ნახშირწყაბათს მოიხმარენ და რუსეთს აქვს გაზი რომ მიაწოდოს. მათ გემით გაგზავნაც არ სჭირდებათ, შეუძლიათ მილით მიაწოდონ. არ ვიცი რას დაარქმევდით ამას, როცა გაზი მილში გადაადგილდება, მაგრამ მათ შეუძლიათ მილით ჩინეთში გაგზავნონ. ასე რომ ორივეს აქვს რაღაც, რაც მეორეს სჭირდება, ხომ ასეა? რუსეთს ფული სჭირდება. ჩინეთს სჭირდება პროდუქტი, რომელსაც რუსეთი ყიდის. რატომ არ უნდა მოაწერონ ხელი? ამიტომ აქ მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, ფასია. ჩინეთმა იცის, რომ მთელი ბერკეტი მის ხელშია. განსაკუთრებით ეხლა, როცა უკრაინული დრონები შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში რუსულ ნავთობის ტანკერებს ანადგურებენ. რუსეთს ბევრად ურჩევნია უბრალოდ მილსადენით მიაწოდოს გაზი სხვა ქვეყნებს, ვიდრე როგორც იცით, გემებით გადაზიდოს. ჩინეთი კი თავისუფლად იცის, რომ რუსეთს სასოწარკვეთილად სჭირდება გაყიდვა. და ამას გარდა, ჩინეთს შეუძლია გაზი სხვაგანაც მიიღოს. იცით, მათ შეუძლიათ გაზი ახლო აღმოსავლეთიდანაც მიიღონ. მათ ხავთ ადგილობრივი მომწოდებლებიც და დარწმუნებული ვარ, სხვა მომწოდებლებიც ხავთ. ასე რომ საქმე ისე არ არის, რომ მათ უბრალოდ გაზი სჭირდებათ, მაგრამ კონკრეტულად რუსული გაზი არ სჭირდებათ. ეხლა რუსეთი ითხოვს, რომ ჩინეთმა გადაიხადოს საბაზრო ტარიფი. სწორედ ამას იხდიდნენ ადრე ევროპული ქვეყნები. და რუსეთი ამბობს, როგორ იქნება თუ იმის გამო, რომ თქვენ ჩვენგან ნავთობს იღებთ, იგივე ფასს გადაიხდით. ჩინეთი კი თავის მხრივ ითხოვს, რომ მოსკოვის ტარიფით გადაიხადოს. ასე რომ რუსეთში მცხოვრები ადამიანები, ან საერთოდ ნებისმიერი ადამიანი რუსეთში, არა მხოლოდ მოსკოვში, ისინი იღებენ ფასდაკლებულ გაზს, რადგან პუტინი მას სუბსიდირებს. ამიტომაც მისი თქმა ყოფილები არიან. ამიტომ ის ყიდის გაზს უცხო ქვეყნებზე, უცხო კომპანიებზე და ის იყენებს ამ ფულს, ან მის ნაწილს, რომ დაასუბსიდიროს გაზი, რომელსაც შიდა ბაზარზე ყიდის. ჩინეთი ამბობს, როგორ იქნება თუ ჩვენც იმავე ფასად მოგცემთ გაზს, რა ფასადაც რუს მოქალაქეებს აძლევთ. ეხლა რა თქმა უნდა, პუტინი ალბათ იმედოვნებდა, რომ შეძლებდნენ მოლაპარაკებას და შუა გზაზე შეხვდებოდნენ. აი ამიტომ გაფრინდა პუტინი პეკინში, რომ მოლაპარაკებები ეწარმოებინა. ან იქნებებიც რაღაც კომპრომისზე შეთანხმებულიყვნენ. ჩინეთმა კი ფაქტობრივად უთხრა, რომ მოდი უბრალოდ შევაჩეროთ მოლაპარაკებები. ჩინეთმა იცის, რაც უფრო დიდხანს დაელოდებიან, მით მეტი ბერკეტი ექნება სი ძინპინს. ამიტომაც არ ჩარობენ ახლო მომავალში რაიმე შეთანხმებაზე მოლაპარაკებას. ეხლა ჩემს ცხოვრებაში ბევრი მოლაპარაკება არ ჩამიტარებია, მაგრამ ბევრი ფილმი მაქვს ნანახი. და ერთი გაკვეთილი ვიცი, ყველა იმ ფილმიდან რაც მინახავს. ის ვინც მზადაა მოლაპარაკებიდან წავიდეს, როგორც წესი უფრო მეტ ბერკეტს ფლობს. ამიტომ ლოგიკურია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მოლაპარაკებიდან წავიდა, მათ მაინც სურთ შეთანხმება, მაგრამ მათ სურთ შეთანხმება ბევრად უფრო ხელსაყრელ პირობებზე, ვიდრე პუტინის თავაზობს. ხომ ასეა? ეხლა ამ ყველაფრის გარდა მე მაქვს თეორია იმის შესახებ, თუ რის მიღწევას ცდილობს სინამდვილეში ჩინეთი. მაგრამ ეს თეორია მე სხვაგან არსად შემხვედრია. მინდა რომ ეს თავიდანვე გითხრათ. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და სხვა არაფერია. გაითვალისწინეთ ეს და კომენტარებში მომწერეთ, რას ფიქრობთ. ეხლა ჩინეთი უკვე აკონტროლებს მრავალი ინდუსტრიის სფეროს რუსეთში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო. რუსეთი იცით, ბევრად ნაკლებ შეზღუდვებს აწესებს ჩინეთიდან შემოსულ პროდუქტებზე. ეს ნიშნავს, რომ ტარიფები მოხსნილია. ყველა სხვა ბარიერი მოხსნილია. ამიტომ ჩინურმა კომპანიებმა სისტემატურად დადბორეს რუსული ბაზარი, უფრო და უფრო იაფი საქონლით. და ამის გამო რუსული კომპანიები ფაქტობრივად გაკოტრდნენ. ისინი ვერ ეჯიბრებიან ჩინურ ფასებს. სინამდვილეში შეხედეთ ამ ანგარიშს. რუსეთში გაკოტრებების რაოდენობაც ლევანდელი წლის პირველი ნახევრისთვის 21%-ით გაიზარდა. და კიდევ 53%-მა რუსულმა კომპანიამ საჯაროდ განაცხადა, რომ შესაძლოა მალე გაკოტრება მოუწიოთ. ეხლა დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მთლიანად ჩინური კონკურენციის ბრალი არ არის. მაგრამ ვიტყოდი, რომ ამის დიდი ნაწილი სწორედ ჩინური კონკურენციის ბრალია. ასე რომ, ეს არის ჩემი თეორია. რა მოხდება თუ ჩინეთი სინამდვილეში მხოლოდ რუსული გაზის ყიდვას კი არ ეავდება?
მათ სურთ თავად შეიძინონ რუსული საბადოები. განა უფრო ლოგიკური არ იქნებოდა რომ თავად კონდეს საბადოები, ვიდრე გადაიხადო იმ პროდუქციისთვის, რაც ამ საბადოდან გამოდის. და თუ რუსეთი გააგრძელებს ვარდნას ისე როგორც ეხლა ხდება, ეს მომავალში შეიძლება ერთ-ერთი ვარიანტი იყოს. ეხლა არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ეს. ვიცი რომ აქ შეერთებულ შტატებში შეგიძლია ლეგალურად ფლობდე გაზის ან ნავთობის საბადოებს, მაგრამ ვიცი რომ სხვა ქვეყნებში ასე არ ხდება. ჩემ ფლობ მიწას, მაგრამ ყველაფერი რაც მის ქვემოთაა, ეკუთვნის მთავრობას. ასე რომ ტექნიკურად ვერ გაყიდი ამას სხვაზე. შესაძლოა ასეა რუსეთში. ზუსტად არ ვიცი. მაგრამ თუ ასეა, შეიძლება ჩინელებიც ამას ისახავენ მიზნად. კიდევ ერთხელ, როგორც თქვი, ეს მხოლოდ ვარაუდია. ასე რომ, გაითვალისწინე ეს არ არის სერიოზული თეორია, რაზეც სხვები საუბრობენ. ეხლა, რა თქმა უნდა, ჩინეთი ერთადერთი არ არის, ვინც რუსეთს ღალატობს. ასევე სხვა ქვეყნებიც არიან, მაგალითად ყაზახეთი, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ. მაგრამ მანამდე დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი თქვენგანს აინტერესებს რუსეთის ეკონომიკა ინგრევა. რუსეთის ნავთობის ექსპორტი მცირდება, შემოსავალიც ამით მცირდება. ასე რომ დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი თქვენგანს აინტერესებს, როგორ ახერხებს რუსეთი ამ ომის დაფინანსებას, თუ ამდენი პრობლემები აქვს სხვადასხვა მხრიდან. ხო, იცით რა? ჩვენ გვაქვს პასუხი. ბოლოს და ბოლოს გვაქვს ამაზე პასუხი. ეხლა სანამ ამ პასუხზე გადავიდოდეთ, უბრალოდ სწრაფად შეგახსენებთ ყველას. დააცკაპუნეთ ლაიქზე და გამოიწერეთ არხი ქვემოთ. ეს ნამდვილად გვეხმარება ალგორითმში. ეხლა კი გადავხედოთ ამ ანგარიში. თავდაპირველად რუსეთი ცდილობდა ომის დაფინანსებას მხოლოდ ვალით. იცით, მათ სურდათ მეტი ობლიგაციის გაკიდვა. ფული აეღოთ ყველა იმ ადამიანისგან, ვინც მზად იყო მათთვის ფული ესესხებინა. და ეს იყო გეგმა. მაგრამ სამწუხაროდ, იმის გამო თუ როგორ ვითარდება რუსეთის ეკონომიკა, ინვესტორები დიდად არ იყვნენ დაინტერესებულები რუსული ობლიგაციების ყიდვით. სინამდვილეში გასული თვის განმავლობაში, ან ბოლო 30 დღის განმავლობაში, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 4 სხვადასხვა აუქციონი ჩაატარა, რათა გაეყიდა რუსული ობლიგაციები და მოეზიდა თანხები. იცით რა მოხდა? ყველა 4 აუქციონი გაუქმდა, რადგან არავინ მონაწილეობდა რუსული ობლიგაციების აუქციონში. რუსეთი თითქოს მაღაზიას ხსნიდა ობლიგაციების გასაყიდად, მაგრამ არავინ მიდიოდა მათ საყიდლად. და რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ სამარცხვინოა მსოფლიოს მეორე ყველაზე ძლიერი არმიისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ფინანსთა სამინისტრომ უბრალოდ გამოაცხადა, რომ საერთოდ აღარ ჩაატარებს ობლიგაციების გაკიდვას ან აუქციონებს. ეს ნიშნავს, რომ რეალური პასუხი კითხვაზე, როგორ აფინანსებს პუტინი ამ ომს, არის ის, რომ ის ყიდის ოქროს რუსეთის ოქროს რეზერვებიდან. რუსეთის ბანკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რუსეთმა მხოლოდ წელს გაყიდა 44 მეტრული ტონა ოქრო თავისი რეზერვებიდან. კონკრეტულად კი, ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად. ეს რეკორდული რაოდენობის გაყიდვაა. ეხლა ზუსტად არ ვიცით, საერთო ოქროს რეზერვის რა პროცენტს შეადგენდა ეს, რადგან, რა თქმა უნდა, კრემლი არ ამხელს რამდენი ოქრო დარჩათ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ცუდი უნდა იყოს, როცა ვინმე თავის დანაზოგს ეხება, ხო იცით? ომისთვის გადაიხადოს, რომელიც საერთოდ არ უნდა დაეწყოთ. და ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას გაჩვენოთ ყველაზე სახალისო ვიდეო, რომელიც ერთ კადრში ასახავს რუსეთის მდგომარეობას. ჩვენ ხედავთ რუს მუშას, რომელსაც ინტერვიუს დროს ეკითხებიან, როგორ მიდის საქმე რუსულ ეკონომიკაში. და ის ამბობს, ყველაფერი კარგადაა. ზუსტად ამას ელოდებოდი რუსი მუშისგან. მაგრამ სამწუხაროდ, მის უკან ჩანს, რომ ყველაფერი კარგად არ არის. ასე რომ, შეხედეთ ამ ვიდეოს. ჩვენი რუსეთის სიამაყე. რატომ მაინც და მაინც სიამაყე? იმიტომ რომ ყველაფერს უმკლავდებიან. ყველაფერი კარგადაა. აქ ყველაფერი შესანიშნავადაა. ყველაფერი მშვენიერია. ფიქრობ რომ არის რამე, რაზეც უნდა ვინერვიულოთ მომავალში. ნერვიულობა? ვფიქრობ დრო გვიჩვენებს, არის თუ არა რამე სანერვიულო. ვფიქრობ ყველაფერი შემოდგომაზე გაირკვევა. რატომ მაინც და მაინც შემოდგომაზე? ხო, იმიტომ რომ კიდევ რამდენ ხანს უნდა ავიტანოთ ეს ყველაფერი. რაღაცა გადაწყვეტილება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ალბათ უნდა მივიღოთ. ესე ვფიქრობ. ეს არ იყო ხელოვნური ინტელექტი. ეს ნამდვილი ჩანაწერი იყო. ეხლა რა თქმა უნდა, როგორც უკვე თქვი, პუტინს მხოლოდ ჩინელებმა არ უღალატეს. ასევე ყავდა ყაზახეთის პრეზიდენტი, რომელმაც რაღაც ისეთი გააკეთა, რასაც ალბათ პუტინი არ ელოდა. ისინი ორივე ერთად ისხდნენ კონფერენციის დროს. იცით, როცა ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს, ისინი ატარებენ ასეთ კონფერენციას, სადაც ბევრი ადამიანი ერთად ზის და შემდეგ მაგიდის თავში მჯდომი საუბრობს. როცა ყაზახეთის პრეზიდენტი საუბრობდა, მან საჯაროდ უთხრა პუტინს, რომ „ჰეი, როგორ ფიქრობ, იქნებ შეათვირტო ეს ომი?“ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. შეხედე და დააკვირდი პუტინის რეაქციას, რადგან ის ზის ამ კაცის გვერდით. არაფერს დავამალავ, უბრალოდ შემომხედა. არ დავმალავ იმ ფაქტს, რომ ბევრ სიგნალს ვირებ. მოგახსენე მათ შესახებ ტელეფონით ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც. სიგნალები მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. კონფლიქტური მდგომარეობა უკრაინასა და რუსეთს შორის. იცით, ჩემი აზრით, თავიდანვე ვთქვი, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი კონფლიქტი, სახელმწიფოთა შორისი. ჩვენ არ ვსაუბრობთ სამოქალაქო ომზე. ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით უკრაინელ ხალხს, მათი კულტურისა და ენის მიმართ პატივისცემით. და ჩვენ გვჯერა, რომ ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე ნათელი არ არის. ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის ბოლომდე ნათელი არ არის, მათ შორის ჩვენთვისაც. თქვათ, თუ კონფლიქტი იქნებოდა, მათ შორის გაკინული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.
ამ კონფლიქტის არსი. ამ კონფლიქტის წარმოშობა ჩვენთვის სრულიად ნათელი იყო. ისინი მათი ფესვები შორეულ ისტორიაში იყო, მაგრამ აქ ეს ძალიან რთულია. და მე ვხვდები, რომ არა, თქვენ აჩვენეთ მაქსიმალური დიპლომატიური მოქნილობა ანკორიჯში, ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს. და ეს უბრალოდ ჩემი მოკრძალებული აზრია, რადგან მე მომმართავე. შესაძლოა დროა ეს კონფლიქტი დროებით შეჩერდეს და დაუბრუნდეთ სტამბოლის 2-0 ფორმულას. რადგან იქ მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული. იქ იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი. და ბუნებრივია, დიდი ძალების გარანტიით რუსეთის ჩათვლით წინსვლისთვის. კარგი და შემდეგ გავაგრძელოთ. ეს იყო პუტინის სახე, როცა მან პრეზიდენტისგან მოისმინა, რომ დროა ომი დასრულდეს. საერთოდ არც იამონდებს იქ ჯდომა. ეხლა საბედნიეროდ ამ ყველაფერში პუტინისთვის საბედნიეროდ არის ერთი ქვეყანა, რომელიც მზადაა მის გვერდით იდგეს და ეს ქვეყანა ირანია. ხედავთ, ირანულმა მედიამ საჯაროდ განაცხადა, რომ არ ეშინიათ უკრაინის დაბომბვის დაწყება და ნება მომეცით გაჩვენოთ რატომ. გუშინ დილით პრეზიდენტმა ზელენსკიმ საჯაროდ დაადასტურა, რომ უკრაინამ წარმატებით დაარტყა კასპიის ზღვაში მოქმედ გემებს, რომლებიც სამხედრო ტვირთს ეზიდებოდნენ რუსეთსა და ირანს შორის. ეს არის კასპიის ზღვა, რომელსაც თქვენს ეკრანზე ხედავთ და შეგიძლიათ ნახოთ, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ანუ ზედა ნაწილში, იქ არის რუსეთის საზღვარი, ხოლო მის საპირისპირო მხარეს სამხრეთით ჩანს ირანის ტერიტორია, ირანის საზღვარი. წლების განმავლობაში რუსეთი და ირანი კასპიის ზღვის გამოყენებით ფარულად აწვდიდნენ იარაღს, დრონებსა და რაკეტების კომპონენტებს, ყველაფერს რაც კი წარმოგიდგენიათ. სწორედ ასე გადაადლილდებოდა ჩუმად ბევრი შაჰედის დრონის კომპონენტი ამ ორ ქვეყანას შორის. და თქვენ იცით, რას აკეთებენ შაჰედის დრონები უკრაინაში. ისინი ანადგურებენ უკრაინულ საცხოვრებელ კორპუსებს, უკრაინულ სავაჭრო ცენტრებს და უკრაინულ მშვიდობიან მოსახლეობას. ზუსტად ამიტომ დაარტყა უკრაინამ იმ გემებს. მაგრამ იცით რა? ირანის რეაქცია ნამდვილად ნათელი იყო თუ რომელ მხარეს დგას ირანი ამ ომში. აი რას ამბობს ირანული მედია და შემდეგ გაჩვენებთ, რას ამბობს ირანის მთავრობაც. ვიცი რომ ბევრ ადამიანს აქვს ჩვევა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც შეერთებული შტატების წინააღმდეგია. ფარწმუნებული ვარ, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ალბათ ეს ჩვევა არ აქვს, მაგრამ ვიცი რომ თქვენც იცნობთ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი ჩვევა აქვს. და ბევრი ადამიანი მხარს უჭერს ირანში მკვლელურ რეჟიმს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის შეერთებული შტატების წინააღმდეგია. ამასობაში ვერ აცნობიერებენ, რომ იგივე რეჟიმი რუსეთთან არის შეკრული. ის პასუხისმგებელია ათასობით სიცოცხლის დაკარგვაზე უკრაინაში. იგივე რეჟიმი პასუხისმგებელია 100,000-ობით სიცოცხლის დაკარგვაზე ირანში. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოდით ნახოთ განცხადება, რომელიც ირანის სახელმწიფო მედიამ ახლახან გაავრცელა. ირანის მედია ახლა საჯაროდ ემუქრება უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით პირდაპირ დარტყმით. მათ გამოაქვეყნეს ეს სურათი, სადაც ფაქტობრივად ნაჩვენებია, რომ მთელი უკრაინა ირანის ბალისტიკური რაკეტების მოქმედების არეშია, მათ შორის სუპერმძიმე რაკეტაც. თუმცა ეს კარგი რაკეტების ფუჭად დახარჯვა იქნებოდა. ეხლა რა თქმა უნდა, მხოლოდ მედია არ არის ზელენსკის წინააღმდეგ, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ირანში მედია მთავრობის კონტროლქვეშაა. ასე რომ ეს არის სახელმწიფო მედია, რომელიც მთავრობის სახელით საუბრობს. თუმცა ირანის ოფიციალური პირები პირდაპირ უტევენ უკრაინას ყოველგვარი მიზეზის გარეშე. უბრალოდ იცი იყენებენ იმავე ენას, რასაც რუსეთი უკრაინის მიმართ იყენებს. შეხედეთ, ეს არის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ბევრი ადამიანი უჭერს მხარს. დარწმუნებული ვარ, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, მას არ უჭერს მხარს. მაგრამ შეერთებულ შტატებში ბევრი ადამიანია, ვინც ამ კამკატს სრულიად უმიზეზოდ უჭერს მხარს. აი რა განცხადება გააკეთა მან. ზელენსკიმ ირანულ სავაჭრო გემს შეუტია და მეზღვაური მოკლა. ეს არის აშკარა გაეროს ქარტიის დარღვევა, რომელიც ისრაელის თხოვნით მოხდა, რათა ევროპა ომში ჩაეთრიათ. საუბარში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კალასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ კიევში მყოფი პარაზიტის ქმედება უპასუხოდ ვერ დარჩება. ეს საერთოდ არ არის დიპლომატიური ენა. ირანი აშკარად აჩვენებს, რომ მხარეს დგას ამ კონფლიქტში. ისინი თავიდანვე მხარს უჭერდნენ რუსეთს, რაც ბევრმა არ იცის, მაგრამ ირანი რუსეთს ამარაგებს შაჰიდის დრონებით. ისინი აშენებენ დრონების ქარხნებს რუსეთის შიგნით, რათა რუსეთს მეტი დრონის წარმოებაში დაეხმარონ. ამას გარდა ირანი რუსეთს რაკეტებსაც აწვდიდა ირანის ომამდე. და რა თქმა უნდა, ამ რაკეტებმა და დრონებმა ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. ირანში არსებული ისლამური რეჟიმი სრულიად რუსეთის მხარეს დგას. ამავე დროს უკრაინა ანადგურებს ტვირთს, რომელსაც რუსეთი ირანში აგზავნის. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ალბათობა იყო, ირანი ამ იარაღს ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენებდა. და სწორედ უკრაინა აჩერებს მათ. ეხლა ვიცი რომ ირანის ომს ცოტა ხანი აღარ შეგვიხედავს და მალე უნდა დაუბრუნდეთ ამ თემას. მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, ეს იგივე რეჟიმია, რომელმაც წლის დასაწყისში 40,000 საკუთარი მოქალაქე მოკლა, როცა ხალხი აპროტესტებდა. მაგრამ სანამ თემას ძალიან გადაუხვევთ, დაუბრუნდეთ უკრაინას. და მინდა გაჩვენოთ რაღაც, რასაც რუსული ძალები ცდიან, რათა უკრაინული დრონები არ მოხდეს მათ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს. ალბათ ამას ახალ თავდაცვით ინოვაციას უწოდებდით. შეხედეთ. რუსეთმა დაიწყო მყარი ბადეების გამოცდა, ესენი მეტალის ბადეებს გავს. ისინი არ არიან, იცით, ესენი არც ნაჭრის და არც პლასტმასის ბადეებია. ისინი ბევრად უფრო მყარია.
და რუსეთი ამ ბადეებს ცდის კრიტიკულ ნავთობ გადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე, იმ იმედით, რომ უკრაინული დრონები ან გაიხლართებიან, ან აფეთქდებიან მანამდე, სანამ ტექნიკას მიაღწევენ. ეხლა, სამწუხაროდ რუსეთისთვის, უკრაინამ უკვე იპოვა ამ პრობლემის გადაწყვეტა ფრონტის ხაზზე, რადგან რუსი ჯარები ფრონტზეც ანალოგიურად იქცეოდნენ. ამიტომ უკრაინას მოუწია ახალი გამოსავლის მოფიქრება და აი რა მოიფიქრეს მათ. ჰობეს ბოდზე დამაგრებული ბომბი. ეს სისტემა, რომელიც ჩვენ უკვე გავაშუქეთ ჩვენს მოკლე ვიდეოებში და სოციალურ მედიაში. გადახედეთ იმ მასალას. რუსეთს ეგონა, რომ დრონების პრობლემა საბოლოოდ მოეგვარებინა და უკრაინამ ეს ააშენა. ჰობეს ბოძის ბომბი. უხეში შესახედაობის მქონე უკრაინული საბრძოლო მასალა, რომელმაც რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები სერიოზულად დააფრთხო. ხედავთ, წლების განმავლობაში პატარა დრონები სანგრებში დამალულ ჯარისკაცებზე ნადირობდნენ ხელყუმბარებითა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით. ამიტომ რუსულმა ძალებმა ადაპტაცია მოახდინეს. მათ უფრო ღრმა თავშესაფრები გათხარეს, სახურავების სქელი მორებითა და მჭიდროდ დატკეპნილი მიწით გაამაგრეს. მათ დაამატეს ფოლადის ფურცლები და ანტიდრონული ბადეები გადაჭიმეს ბუნკერებზე, სანგრებზე და მომარაგების მარშრუტებზე. ფაქტობრივად მათ ყოველი პოზიცია პატარა ციხესიმაგრედ გადააქციეს დრონების წინააღმდეგ. და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს იმუშავა. ბუნკერის თავზე აფეთქებული ხელყუმბარა შეიძლება სასიკვდილო ნამსხვრევებით დაფაროს ტერიტორია. მაგრამ ქვემოთ პოპი ჯარისკაცები ხშირად გადარჩებოდნენ, რადგან სახურავი აფეთქების ძირითად ტალღას იწვევდა. ზუსტად ამ სისუსტის გამოყენება გადაწყვეტა უკრაინა. სტანდარტული ხელყუმბარის გამოყენების ნაცვლად უკრაინამ ააგო ბომბი გრძელი მართკუთხა სხეულით და თახა სხეულით და გამაგრებული ფოლადის წვერით წინა ნაწილში, რაც მას მეტალის ღობის ბოდს ამსგავსებს. მძიმე დრონები, განსაკუთრებით ცნობილი ბაბა იაგას დრონები, ამ იარაღს პირდაპირ დაფარული პოზიციების ზემოთ მიაქვთ და შემდეგ ვერტიკალურად აგდებენ. აი აქ ჩანს, რამდენად ჭკვიანურადაა ეს მოფიქრებული. იმის ნაცვლად, რომ აფეთქდეს მაშინვე, როგორც კი სახურავს შეეხება, ფოლადის წვერი ჯერ ხრეთს დამცავ ფენებს. ის ჭრის მიწას, ხის მასალას, მეტალის ფურცლებს და თუნდაც ანტიდრონულ ბადეს. მხოლოდ მაშინ, როცა ბომბი ბანკერს გაარღვევს, შემაყოვნებელი ამფეთქებელი ააქტიურებს აფეთქებას შიგნით. და აი ასე, გვაქვს აფეთქება. ეს მცირე დაყოვნება ყველაფერს ცვლის, რადგან აფეთქება ვიწრო ბუნკერში დამანგრეველია. მოულოდნელად, სწორედ ის სახურავი, რომელიც ჯარისკაცების დასაცავად იყო შექმნილი, აფეთქებას შიგნით აკავებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის დამანგრევალ ძალას. ყველაზე გასაოცარი ის არის, თუ რამდენად მარტივია ეს იდეა. უკრაინას არ დასჭირდა 100,000-ობით დოლარის ხირებულების ძვირადღირებული რაკეტა. ამის ნაცვლად, მან ისესხა ბუნკერების გამანადგურებელი იარაღების ძირითადი კონცეფცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროიდან არსებობს. და გადააქცია ის ისეთ იაფ ვარიანტად, რომ ფრონტის ხაზის დრონებს მასობრივი რაოდენობით ტარება შეეძლოთ. ბორბლის თავიდან გამოგონების ნაცვლად, უკრაინამ უბრალოდ დააპატარავა ის და გაცილებით ხერმისაწვდომი გახადა. სწორედ ამიტომ რუსი სამხედრო ბლოგერები ტელეგრამზე განგაშტეხენ. ის ბუნკერები და ანტიდრონული ბადეები, რომლებიც ადრე ჯარისკაცებს ძვირფას დროს აძლევდა, მოულოდნელად ბევრად ნაკლებ დაცვას იძლევა. სანამ ეს იარაღი გამოჩნდებოდა, უკრაინას ხშირად სჭირდებოდა რამდენიმე დრონი და განმეორებითი დარტყმები ერთი გამაგრებული პოლიპოზიციის გასანადგურებლად, რაც დამცველებს ძვირფას წამებს აძლევდა გაქცევისთვის. ეხლა ერთი კარგად დამიზნებული დარტყმა შეუძლია სახურავი გაარღვიოს და შიგნით მყოფი ყველა გაანადგუროს. რუსეთისთვის ეს კოშმარად იქცევა. და სანამ ისინი გზას არ იპოვიან ამის შესაჩერებლად, უკრაინაში მყოფ თითოეულ ჯარისკაცს კიდევ ერთი რამე შეეშინდება. ბომბი, რომელიც ჩვეულებრივი ღობის სვეტივით გამოიყურება. ეხლა ამ ყველაფრის გარდა ჩვენ გვაქვს ახალი რუბრიკა, ერთით რე ცხოვრებაში, რომელიც ამჯერად არ მოდის რომელიმე შემთხვევითი ადამიანისგან, არამედ ნამდვილი FPV დრონის პილოტისგან, რომელიც წინა ხაზზეა. ასე რომ, ეს არის ის, რაც მინდა გაგიზიაროთ. შეხედეთ. ჩვენს, არ გვჭამს. დედა, მე YouTube-ში ვარ. დია. პლი. მე ეს ვიდეო კამერა მაქვს. დიახ, ბას, შენ YouTube-ზე ხარ. თქვენ გესაუბრებით, სერ. იქნება, კარგი, ეს. შოუა, კაცო. სერ, ყველაფერი მზადი. ჩამოუშვებ. ეს შენზეა დამოკიდებული, შოკ გააკეთეს. ჩვენ შევდივართ, მუსტრი უნდა ვიპოვოთ. 10 დუიმიანი, სუდი ძაღლია. შენ ხარ მთელი მსოფლიო. ეს შენი არჩევანი. ომი ერთია, ეს ნაგავია. დანგოკუნი. ზარა, ხო, მე გეოლდებო. იმ დღეს დასავლეთისთვის მაპატია. მე რა არის შენ ხარ რა ფილმი? ჩასაფრება. მაპატია. მე კარგი მოდი კი. ეს საშინელებათა ისტორია. მოგვიანებით გიხურებ. ავი. შენ ეს არის რაც ანგუზიირებს ყალა. შეთავაზება ძმრისთვის რაც შეეხება კი ნეტა ვამბობდა დარჩიო. მაშინ ფიქრობდი გადაიღო, არ გადაიღო. კეი, ხოდიში გათავისუფლე ის. ეხლა ბოლოს, ყოფილი სამხედრო საზღვაო ძალების სპეცრაზმელი ჩაკ ფარი ცოტა ხნის წინ გააანალიზა ომის დასაწყისის ფრონტის ხაზის ვიდეო. მასში ჩანს ინგლისურად მოლაპარაკე უცხოელი მებრძოლები, მოხალისეები, რომლებიც უკრაინაში ჩავიდნენ უკრაინის დასაცავად, რომლებმაც რუსული წინსვლა შეაჩერეს. ახლა ჩაკი დეტალურად განიხილავს ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს და ყველაფერს ხსნის.
მაგრამ ეს ვიდეო იქნება ამ მნიშვნელოვანი შეტყობინების წინ. ასე რომ მოусმინეთ და შემდეგ გადავიდეთ ვიდეოზე. ერთი რამ, რაც არასდროს მომწონდა YouTube-ზე, არის ის, როცა შემქმნელები ამბობენ: "გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ არხს, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს გიბრუნებენ." ეს მეც გამიგეთებია, ამიტომ ვიცი, რომ არასწორია. Always ვფიქრობდი, რომ ეს უკუღმართია. სწორედ ამიტომ შევქმნით Basics Insider. თუ წევრი გახდებით, უბრალოდ არხს კი არ უჭერთ მხარს, არამედ რეალურად იღებთ რაღაც ღირებულს სანაცვლოდ. ყოველ დღე ვტვირთავთ ექსკლუზიურ ვიდეოებს, რომლებიც აქ YouTube-ზე არ ჩნდება, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, უბრალოდ ვერ ვაკვირნებთ მათ აქ. ჩვენ ბევრად უფრო ღრმად ვაანალიზებთ იმ ისტორიებს, რომლებსაც ვაშუქებთ. მეტ დროს უთმობთ დეტალებს, რომლებიც ამ ვიდეოებში ვერ ეტევა და რა თქმა უნდა, ისეთ დეტალებსაც, რომლებიც ალგორითმს არ მოსწონს. და ამას გარდა ჩვენ ვიცოდეთ გამოცდილ სამხედრო ვეტერანებს, მაგალითად Chuck Farce, რომ დეტალურად განიხილონ ფრონტის ხაზის კადრები და აგვიხსნან რა ხდება სინამდვილეში და განასხვაონ ფაქტები პროპაგანდისგან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც Basics Insider-ში ვაქვს, ისაა, რომ ალგორითმზე ფიქრი არ გვიწევს, რადგან რეკლამებით არ ფინანსდებით. ამიტომ არ გვჭირდება ვიფიქროთ ალგორითმი ჩვენს კონტენტს გაავრცელებს თუ არა. ჩვენ შეგვიძლია გავაშუქოთ ისეთი ამბები, რომლებსაც სხვა შემთხვევაში არ გავაშუქებდით, რადგან რეკლამის დამკვეთებზე დამოკიდებული არ ვართ. გარდა ამისა, ეს არის ცენზურის გარეშე გაფართოებული გაშუქება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ამ კონფლიქტების არსის გაგება სათაურებს მიღმა. და რა თქმა უნდა, არ მალავ იმასაც, რომ თქვენი წევრობა ჩვენს გვეხმარება. რეალობა ისაა, რომ YouTube-ის ალგორითმი მუდმივად იცვლება. რეკლამიდან შემოსავალი ხან იზრდება, ხან მცირდება. ვიდეოებს ერთ დღეს გირჩევენ, მეორე დღეს კი ქრებიან. ამიტომ წევრების საზოგადოების შექმნა ნიშნავს, რომ შეგვიძლია დამოუკიდებელი გაშუქება გავაგრძელოთ ალგორითმზე სრულად დამოკიდებულების გარეშე. ასე რომ თუ უფრო სიღრმისეულ ანალიზში ხართ დაინტერესებული და გსურთ დაგვეხმაროთ ამ საქმის გაგრძელებაში, დააწკაპუნეთ ქვემოთ მდებარე გაწევრიანების ხილაკზე ან ეწვიეთ basicsinsider.com-ს. სხვათა შორის, თუ YouTube-ის აპლიკაციით სარგებლობთ თქვენს iPhone-ზე ან Android-ზე, ფასი უფრო მაღალია, რადგან App Store-ს თავისი საკომისიო აქვს. ასე რომ თუ არ გსურთ ამ ფასის გადახდა, შეგიძლიათ ჩვენს არხზე შეხვიდეთ ბრაუზერით, თქვენს ტელეფონზე ან კომპიუტერზე. ძალიან გაგვიხარდება თქვენი შემოერთება და დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ეხლა კი, დაუბრუნდეთ ჩვენს ვიდეოს. კარგი. ეს რუსულია, ხო ესეა? ხო, მგონი ეხლა მათ რაღაც ნადავლი აქვთ. Ntsqins რომ სერფერი ვარ და ვხედავ ამ ბიჭებს როგორ აკეთებენ hang loose. კაცო მე? ხო, ძმაო. ხო, ეს გავს მრავალფუნქციურ ხელსაწყოს, რომელსაც თქვი ამ მოხდა. ვაუ. ამ გონია რომ ეს ნამდვილი კეიბარი იყოს. უბრალოდ ვიტყვი. და არ ვიცი, შეტაკების ვითარება როგორ იყო სამ, მაგრამ თუ ვინმეს დანა და იარარი დაეკარგა. იცი? ხო, კარგი. ეს რაღაცას მეუბნება იმაზე, ვისთანაც ვიბრძვით. მაშ, კონდა შედეგები? 2 უკრაინული გუნდის წევრი ბრძოლის დროს დაიღუპა. 2 დრონების გუნდის წევრი უკრაინული მხრიდან დაიღუპა და რუსული გუნდიდან 6 დაიღუპა. ვაუ, ეს ცუდი შეტაკება. ეს იცი? მოიცადე, არა. სულელი ვარ. 2 ადამიანი მოკლა იმ გუნდმა, რომელსაც უყურებდით. 2 ადამიანი მოკლა დრონების გუნდმა. და შემდეგ კიდევ 6 ადამიანი მოკლა იმ გუნდმა, რომელსაც უყურებდით. კარგი, ფიქრობ ის ბიჭი, რომელიც აშკარად რიკოშეტი დაიჭრა. იცი, ეს მსუბუქი ჭრილობა, არ მინდა თავში მესროლონ. მაშ კარგია მისთვის და შენს მეგობარს უნდა მოგუხდოს. უკრაინელებს აქვთ დრონები, რომლებიც თერმიტის ყუმბარების შეკრებს აგდებენ. მაშ ეს არის ერთი, რომელიც ფეთქდება. რაც მართლა სასაცილოა, ერთ-ერთი ესეთი ვატნიკი. პირველ რიგში ისინი ფარდას მაღლას წევენ. ეს ბიჭი სინამდვილეში წყლის ბოთლს წვდება. რაც არის. კი, კარგი, სარმატებებს გისურვებ მაგაში, მაგრამ ესენი რას აკეთებენ? ისინი იღებენ თერმიტის ყუმბარების შეკრებს და თერმიტის ყუმბარა გამოიყურება როგორც ნაცრისფერი ფერისკვერის ყუმბარა. მას აქვს იისფერი ზოლი. ეს ერთ-ერთი იმ ყუმბარათაგანია. მას აქვს უსაფრთხოების სახელური და ამოსაღები პინი. პინს ამოიღებ, უსაფრთხოების სახელურს გაუშვებ, მაგრამ ის მაშინვე ფეთქდება და უშვებს ჯალს. ეს არის ფხვნილისებრი ალუმინი და თერმიტი, ასევე ფხვნილისებრი ალუმინი, რომ აანთოს. და იცი, ამ ნივთებს აყენებ, ისინი რეალურად განადგურებისთვისაა შექმნილი. ჩვენთან ვატარებთ მათ გასანადგურებლად. იცი, თუნდაც ჩვენი საკუთარი დაშიფრის მოწყობილობები ან რადიოები, მაგრამ როცა მას აყენებ, იცი, როცა მას მანქანაში აგდებ, და ეს უბრალოდ რაღაცნაირად უცხოპლანეტელი ვითითაა, სემ. ვერაფერი ჩააკრობს ამას. ამას დელტა კლასის ხანძარი ეწოდება. თუ ეს ავიამზიდზე მოხდება, ტრაქტორი ხალთ, რომ კიდიდან გადააგორო. Where ჩააკრობ ამას და ის უბრალოდ გაადნობს ფოლადს, როგორც უცხოპლანეტელი. ის უბრალოდ ერთ სართულს გადაუვლის, შემდეგ მეორეს და ასე შემდეგ.